სალამი ყველას. აბა როგორ ვართ? სალამი ყველას, დღე მშვიდობისა ყველას, დილა მშვიდობისა ყველას, ჩემო ძვირფასებო. აბა როგორ ვართ? აბა როგორ ვართ? აბა როგორ ვართ? იმედია ყველანი ძალიან კარგად. მოვედი ჩემო ძვირფასებო, ცოტა ხანი მოვედი თქვენთან. მოვედი საჯარო ლაივით ოღონდ, როგორც ყოველთვის. დღეს არის შაბათი დღე, აბა ვნახოთ. როგორ ენერგიებში ვართ? როგორია ჩვენი ენერგიები დღეს? აჰა. მოვიდა მორგანაც, ყოჩახ. მადლობა, უღრმესი მადლობა, ჩემო კარგო. მორგანა, უღრმესი მადლობა. ოხ, მეგობრებო, რის თქმას ცდილობთ, ასე არ ვიცი რა გეჩქარებათ, სად გეჩქარებათ. ხო. სად გეჩქარებათ, არ ვიცი. მაგრამ სადღაც გეჩქარებათ. გამარჯობა, ჩემო კარგო. სალამი ყველას, მეგობრებო, სანთელი ნახეთ რა დღეშია. რაღაცის თქმას ცდილობს სანთელი. კი ბატონო. აჰა, ხედავთ ხო? აი მეგობრებო. რა დღეშია? სიახლებზე იყოს დღესო. ახლები, ახალი გაინტერესებთ ხო? მოდი რა სიახლეები გველოდება მაგალითად. აბა ვნახოთ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ. იყოს დღევანდელი ჩვენი სათაური. სალამი ყველას. დღევანდელი ჩვენი სათაური, საჯარო ლაივის, რა სიახლეები შემოდის, რას უნდა ველოდოთ, რა სასიხარულო ამბავს უნდა ველოდოთ. კი ბატონო. კი ბატონო. მეგობრებო. მოიმარჯვეთ ჩაი, ყავა, წყალი, რა ვიცი ვის რა გნებავთ. მე ყავით ვარ, მოსული. ჩავუსხდეთ. დავსხდეთ, მოვეწყოთ, განვეწყოთ, უნდა ვნახოთ, თქვენი ენერგიები მაინტერესებს ჯერ, ვინ მიყურებთ, როგორი ადამიანები მიყურებთ, მე კი ვიცი, მაგრამ მაინც თქვენი ენერგიები. მოგესალმებით ყველას, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, გაიხარეთ, უღრმესი მადლობა ჩემი მოკითხვისთვის, მეგობრებო, არა მიშავს, კარგად ვარ, უფლის ყალობა, მადლობა უფალს. ხო. უფალს მადლობა, აჰა, ერთი მწერს ლაივი იქნებაო? მეგობრებო, ერთი წუთით მივწერო, რომ უკვე ვარ. ლაივში ვარ. ხო. ხო, მოკლედ. აჰა.
გუშინ ვერ მოვძებნე ლაივიო. სად მეძებს კია საინტერესო? აჰა. მოკლედ, დავიწყოთ ჩემო ძვირფასებო. დავიწყოთ ჩვენი ენერგიები. ეხლა მე მაინტერესებს თქვენი ენერგიები და გადავჭიხე კარტი და მე მგონი ხვდებით ეს რა კარტიცა. ეს ანამარიას რო უყარს ის კარტია. არ მაჩვენებსო. აი რა გავაკეთო? აი რა გავაკეთო რო არ აჩვენებს? თუ არ ვყავარ გამოწერილი, ვინმეს არ გამოაჩვენებს. გავუგზავნე ეს მეგობრებო, ერთი წუთით ძალიან დიდი ბოდიში. ოხ მოკლედ მეგობრებო, თუ არ ყავართ გამოწერილი, ვისაც არ ყავარ გამოწერილი, იმათთან ზოგჯერ არ აგდებს, ზოგჯერ აგდებს, ზოგჯერ არ აგდებს. ან უნდა დაალაიქოთ, ან რაიმე SMS-ი გამომიგზავნეთ და იმ SMS-ზე ამოგიგდებთ, რომ ლაივში ვარ, მეგობრებო. არ ვიცი სხვანაირად როგორ ახსნა ეს ყველაფერი. ხო, სხვა არ ვიცი. აჰა, მოხვედი. რატომ არ მიჩვენებს ლაივსო? ხო, არ ვიცი. აი SMS-ებში გადმოდი და იქ ამოგიგდებს, რომ უკვე ლაივში ვარ. ხო. კარგით, დავიწყებ თქვენი დახასიათებით. თქვენი ენერგიებით. დავიწყებ მეგობრებო. ვინ ხართ თქვენ? ვინ ხართ თქვენ და ის ხართ, ვისაც ძალიან გულის ტკივა. და არავის არ ეუბნებით ამ თქვენს გულის ტკივილს. ვინ ხართ თქვენ? ვინ ხართ და ის ადამიანები ხართ, ვისაც ურთიერთობაზე გულის ტკივა და ამ გულის ტკივილს არ ამბობთ არსად. ის ხართ თქვენ, ვინც ძალიან ბევრს დებს ურთიერთობაში და მე რჩება დაზარალებული. კიდევ რა გავაგრძელო? ვინ ხართ თქვენ? ძალიან სამართლიანები. შორს მხედველი ადამიანები. ადამიანები, რომლებიც უკვე მიდიან, უკვე იცი, რის პირას დგახართ, ეხლა მეგობრებო, სრულყოფილების პირას დგახართ. აი, სულ ცოტაც. მეგობრებო. აი, სულ ცოტაც. სულ ცოტაც. და სრულყოფილება გაქვთ უკვე ხელში. არი ნერვიულოთ, თუ რაიმე არ გამოგდის, ან არ გამოგდიოდათ აქამდე, მეგობრებო. არი ნერვიულოთ. კიდევ, ვინ ხართ თქვენ? თქვენი ენერგიები. ხო, აბატონო, აი რა ვთქვა? აი ეს ხართ თქვენ. ერთი ბედნიერი დღეღა დარჩა და აი ის ბედნიერი დღე, როდესაც გექნებათ, ძალიან მალე გექნებათ. ეს არის გაზაბნავლენიე, სრულყოფილების დაბრუნება, სრულყოფილებაში შესვლა, გადატვირთვა, გაახლება თქვენი ყველაფრის, თქვენი ცხოვრების. ძალიან სასიამოვნო გადაწყვეტილება, რაღაც ისეთი რაღაცის დრო დადგება თქვენ ცხოვრებაში, მეგობრებო, ის დღე დადგება თქვენ ცხოვრებაში, რომ სრულყოფილად იგრძნობთ თავს. ეს თუ შეეხება ურთიერთობას, ურთიერთობა გექნებათ სრულყოფილი და ეს თუ შეეხება ნებისმიერი რამ, რასაც რაც თქვენთვის პრობლემატური იყო, ეს ყველაფერი იქნება სრულყოფილი თქვენთვის. აი რა ვთქვა, არ ვიცი. კიდევ
ნუ ამას რა უყო აღარ ვიცი ანა მარია, ნუ სად გადავაგდო ეს კარტი არ ვიცი და აი ეს როგორი ნიშნითაა, დანიშნულია ეს ადამიანი. დაღიანო, გოჩა. გოჩა, დაღიანო. ხა. საცოდავი მისი დღე. ამ ადამიანს რა უნდა არ ვიცი მეგობრებო, მასაც ვერ გაუგია რა უნდა. ამ ადამიანს უნდა რომ რაღაცა მოგელაპარაკოთ. ხო, არ გინდა ერთია მორგანა, მაგრამ თქვენს ენერგიებში ამოდის, ჩემო კარგო, მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ. ენერგეტიკულად ეს ადამიანი თქვენთანაა ჯერ. ჯერ კიდევ თქვენთანაა. კი გინდა ახალი ეგება პარტნიორი, მაგრამ ამას სანამ არ მოიშორებთ, მეგობრებო. არაფერი არ გამოგივათ. ეს ასე ადვილად არ ხდება. ენერგეტიკულად ჩახსნა ადამიანის ადვილად არ ხდება. კიდევ გავიმეორებ, ძალიან ბევრჯერ, რამდენიმეჯერ ვთქვი. ჩემი წარსული ცხოვრება ჩავაბარე 6 წლის უკან. 6 წლის უკან დავტოვე მე ჩემი წარსული ცხოვრება. ჩემი ქმარი თუ ჩემი ოჯახი თუ ნუ რაც იყო ის ძველი 6 წელია. 6 წელია მეგობრებო. 6 წელია. ხა. წესით და რიგით. ტაროლოგიის თვალსაზრისით, მეგობრებო, 7 წელი უნდა ამ ყველაფერს მაპატიეთ, იქნება არ გსიამოვნებდეთ ამის გაგება და მოსმენა, მაგრამ უნდა გითხრათ. 7 წელი ზოგადად ენერგეტიკულად ტრიალებს ეს ყველაფერი ჩვენთან. სხვანაირად არ ვიცი და ჩემი ვარაუდით კიდევ 1 წელი მაქვს დარჩენილი. ხო. რას და ძველი პარტნიორის ენერგეტიკულად ჩახსნას სჭირდება ზოგადად 7 წელი, მაქსიმუმ 7 წელი. რაიო, მაპატიეთ მეგობრებო, მაგრამ რა ვქნა, მომიტევეთ, რა ვქნა. ეს ვისაც სჭირდება ეს ინფორმაცია, ის მიიღებს. ხო. არ მყავს ძველიო, ძალიან კარგი, ხო და შენ არ გეხება ეს. არც მე არ მყავს ძველი, მაგრამ აბატონო, აგერა. ესა თქვენი ენერგიები. მოუშორებელი ჭირია. ხო. გავაგრძელებ მეგობრებო, თქვენი ენერგიები. ძალიან დაღლილები ხართ ამ ყველაფრიდან. ვიცი რომ ძალიან დაღლილები ხართ. ძალიან კარგად მესმის თქვენი, კი. მეც დავიღალე უკვე თქვენი ისტორიით. თქვენი პარტნიორის ისტორიით მაპატიეთ მეგობრებო, ასე უნდა მეთქვა. თქვენი ყოფილების თუ ახლანდელების თუ რა ქვია, რაც გინდათ ის დაარქვით, მე დამღალა მაგან. ხო. თქვენი ენერგიები. ძალიან დაღლილები ხართ და საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით. დროა უკვე მოსული რომ დაასრულოთ ეს ყველაფერი მეგობრებო. ხო, დაასრულოთ, ერთი და იგივეა ყოველ დღე. დაასრულოთ. თქვენ თუ არ დაასრულებთ, ამას სხვა ვერავინ ვერ დაასრულებს. ვერ დაასრულებს მეგობრებო. თქვენ თუ არ დაასრულებთ ამ ყველაფერს თქვენივე ხელით, თქვენივე სურვილით, თქვენივე ბრძოლით, სხვა არავინ არ დაასრულებს ამ ყველაფერს და არ ელოდოთ სხვისგან ამ ამბავს. ყველაფერი არის თქვენს ხელში, ეს თქვენი ხელია. ყველაფერი თქვენს ხელშია. თქვენ როგორც გადაწყვიტავთ, ისე იქნება. გინდ კი გადაწყვიტეთ, გინდ არა. რასაც გადაწყვიტავთ, იქნება ის. სხვანაირად არ გამოვა მეგობრებო. ვერავის ვერ დავაბრალებთ ამ ყველაფერს. კიდევ რა, თქვენი ენერგიები. ვიცი რომ სიყვარული გინდათ. ისიც ვიცი რომ გულით დიდ სიყვარულს ატარებთ. შეგიძლიათ სიყვარული თქვენ. ყველას ძალიან კარგად შეგიძლიათ. ხო, ამიტომ ელოდოთ უნდა სიახლეებს. ხო, აბატონო. მე გეტყვით ახლა. თქვენ ელოდებით ურთიერთობას, ანუ ყურეთ ახლა მე რა შინაარსით მომდის, აქ არის ის რომ
თქვენს ცხოვრებაში ჩემი გადასახედიდან ეხლა მე რასაც ვხედავ აქ არის ის რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვა ადამიანი რომელიც დაიწყება მეგობრობით იქნებ ძალიან კარგი მეგობრები დანარჩენი თქვენზე იქნება დამოკიდებული მეგობრებო როგორ გააგრძელებთ ამ ყველაფერს საითკენ წაიყვანთ ამ ურთიერთობას ეს თქვენზე იქნება დამოკიდებული ამ წუთას ესაა შინაარსი ხო კიდევ რას გვეტყვის ხო ცხოვრების გაგრძელება წარსული უნდა დატოვოთ და ახალი უნდა გააგრძელოთ წარსული წყენებიც უნდა დატოვოთ გულის ტკივილები უნდა დატოვოთ ყველაფერი წარსული უნდა დატოვოთ და ახალი ცხოვრებისკენ უნდა გაიხედოთ მეგობრებო აღარ გაიხსენოთ აღარ ხო კარტის დასტური წარსული ჩააბარეთ წარსულს თუ აღარ გინდათ წარსულიდან ადამიანი იმ ადამიანზე საერთოდ არ მოусმინოთ ლაივს არც საჯაროს და არაფერს არ მოусმინოთ მაგ თემას საერთოდ არ შეეხოთ ხო თორემ კარგს არაფერს მოგიტანთ თქვენი ენერგიები აბატონო თქვენი ენერგიებია გაუმჯობესება ხო და მივესალმები მე ამ თქვენს ენერგიებს კი ბატონო თქვენი ენერგიები გაუმჯობესება ძალიანაც კარგი კიდევ კონკრეტულად თქვენივე ხელით თქვენივე გონებით ჩამოწერეთ მეგობრებო უნდა გააკეთოთ აფირმაცია ჩამოწეროთ უნდა სუფთა ფურცელზე თქვენი სურვილები ჩამოწერეთ რა გინდათ როგორ გინდათ ვინ გინდათ რანაირი ადამიანი გინდათ აი ზოგადად თქვენი შეხედულებები ჩამოწერეთ და ამის და მიხედვით მეგობრებო გეცოდინებათ თუ რა გააკეთოთ არ ვიცი სხვა არ ვიცი სხვა არ ვიცი მეგობრებო ხო მიწის სტიქია მიყურებთ ბევრი ან ეხლა ხართ მიწის სტიქიებში ადრე შეიძლება ღრუბლებში დაუფრინავდით მაგრამ ეხლა აღარ უკვე დავეშვით მიწაზე ძალიან კარგია ამიტომ კი ბატონო ყველაფერი თავიდან ყველაფერი ახალი და მე არ ვიცი რა ვთქვა თქვენი ენერგიები ასეთი თუ კი არის ეხლა ნამდვილად კარგია მეგობრებო იმიტომ რომ სხვანაირად მე არ ვიცი სხვანაირად არ ვიცი მოკლედ და მოკლედ დღეს მინდა სიახლეებზე გინდოდათ კი ბატონო სიახლეები რა სიახლეები შემოდის თქვენ ცხოვრებაში მომდევნო ჩვენი საჯარო ლაივი იქნება ჩვენი პარტნიორი და მესამე პირები რა ხდება იქ იცოდეთ მეგობრებო მომდევნო ლაივი რომელსაც გავაკეთებ ხვალ ალბათ არ მექნება სავარაუდოდ ხვალ გიორგობაა და არ მექნება ლაივი კვირაობით ზოგადად დიდად არ ვარ დაინტერესებული ლაივებისთვის ამიტომ ხვალინდელი დღე დავისვენებთ მომდევნო როდესაც იქნება ლაივი ორ შაბათს ალბათ გვექნება პარტნიორი და მესამე პირები რა ხდება იქ აი ესეთი სათაურით ჩვენი ლაივი იქნება ესეთი სათაურით კი ბატონო არიან ადამიანების კატეგორია რომლებსაც აინტერესებს ეს ჩემა ერთ-ერთმა მსმენელმა მომწერა გამომწერმა და მსმენელმა შემომთავაზე ეს თემა და ნუ კარგი დღეს ვნახოთ ახალზე სიახლეებზე და ორშაბათი გვექნება აი ესეთი სათაურით პარტნიორი და მესამე პირი რა ხდება იქ მოკლეს დავიწყოთ რა სიახლეები შემოდის ჩვენ ცხოვრებაში ზოგადად რა უნდა ვიცოდეთ კიდევ რა უნდა ვიცოდეთ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მეგობრებო რას მივაქციოთ ყურადღება
გათვალისწინებით, რა თქმა უნდა. შემდეგ კიდევ დავეკითხოთ კარტს. ხო, კარგი, ნელ-ნელა მომივა ალბათ კითხვები. დავიწყოთ მეგობრებო. რა სიახლეები შემოდის? რა სიახლეები შემოდის თქვენ ცხოვრებაში? მეგობრებო, ესე მოვარებ სანთელზე. აი ესე. დავიწყებ რა სიახლეები? ხო, რასაც მაჩვენებს ახლა კარტი არის ის, რომ ძალიან დიდი უარყოფითი სიტუაცია გქონდათ ფინანსებთან დაკავშირებით. რაღაც ფინანსები მოგდიოდათ, მაგრამ უცებ გადიოდა, ვერ ხვდებოდით თუ რა ხდებოდა, მეგობრებო. შეიძლება ეხლაც ესე ხართ. მუშაობთ, ფინანსები გაქვთ, მაგრამ მოულოდნელად გადის ეს ფინანსები თქვენგან. აი, სადღაც იკარგება, ბარაკა არ გაქვთ, ხვავი არ გაქვთ, ხებულობთ, მაგრამ სად მიდის არ იცით. კი, ასეთ სიტუაციაში ხართ. მე გეტყვით ახლა რა ხდება აქ? ხო. აქ ხდება ის, ხედავთ, ახლა თქვენს წინ ვიღებ კარტებს. მეგობრებო, ნახეთ? ეს არის ორივე კარტი ფინანსების, პრობლემების, რომ ფინანსები შემოდის და იკარგება. ეს კარტიც და ეს კარტიც მაგისაა. ეს არის მეგობრებო იმის, რომ ეს ყველაფერი გამომდინარეობს, ეს თქვენი პრობლემები ადამიანიდან, რომელიც ენერგეტიკულად თქვენთან იმყოფება, ადამიანი, რომელზეც გინდათ თუ არ გინდათ, ქვეცნობიერი მაინც გელაპარაკებათ, ასე ქაჩავთ რო იტყვიან და ეს ადამიანი გართმევთ აი ამ ფინანსებს ზუსტად. აი ზუსტად. მეგობრებო, არ მინდოდა მას შევხებოდი, მაგრამ ნუ ასეა. ხო, ამ წუთას ასეა. ეს არის ამის მიზეზი უბრალოდ. თუ კი ფინანსები შემოდის და სად მიდის არ იცით და ვერ გაგიგიათ, აი აქ ხართ ზუსტად. კიდევ გავაგრძელებ. რა სიახლეები? მეგობრებო, რა სიახლეები? სად ამოვიდა? სიახლეები ჯერჯერობით ახლა რო გითხრათ, რომ ხვალ გათენდება დღე და უკვე ახალ ცხოვრებაში იქნებით მეთქინ, ამის გარანტიას მე არ მოგცემთ და ვერ მოგცემთ. უბრალოდ ეს არის გავიმეორებ თქვენზე დამოკიდებული. სამყარო მოგცემთ იმის შანსს, რომ თქვენი ცხოვრება გამოასწოროთ მოულოდნელად, ოღონდ ნელ-ნელა. უცებ რაღაც შესაძლებლობა მოგეცემათ, აი ეს სიახლე შემოდის თქვენ ცხოვრებაში. სამყარო რაღაც შესაძლებლობას მოგცემთ, თქვენ ეს შესაძლებლობა უნდა დაიჭიროთ, აი უნდა მოახერხოთ ისე რომ ხელიდან არ გაუშვათ და ეს არის გადაწყვეტილების წინაშე დადგებით, რომ ეს თქვენი შანსი დაიჭიროთ, მეგობრებო, არ გაუშვათ ხელიდან, ეს თქვენ არ იცით, ნახეთ? თქვენ არ იცით ჯერ მე რა შანსზე ვსაუბრობ, ამას ეს მეც არ ვიცი, აქ რა არის. უბრალოდ კარტი მეუბნება იმას, რომ რაღაც შესაძლებლობა მოგეცემათ, რომელიც თქვენ ჯერ არ იცით და ეს შესაძლებლობა უნდა დაიჭიროთ და აი ეს შესაძლებლობა არ უნდა დაკარგოთ. არ დაკარგოთ, არ გაუშვათ ხელიდან. რა სიახლეები? ძირითადად რასთან იქნება ეს დაკავშირებული? რასთან იქნება დაკავშირებული? კიდევ არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. გეუბნებით მეგობრებო, არ დაკარგოთ ეს სიტუაცია. ძალიან არ გადააჭარბოთ რაღაცაზე. უარის თქმა ძალიან არ გადააჭარბოთ, მეტის მეტი არ მოგივიდეთ. აი ძალიან ეგოისტობაში არ გადაგეზარდოთ, მომიტევეთ ამის საუბრისთვის, მაგრამ ხო უბრალოდ რასაც ვხედავ, უნდა გითხრათ. ხო, ამიტომ კარგად დააკვირდით თქვენს გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება არ მიიღოთ ცხელ გულზე. ხო, აი იმ გაბრაზებულზე კიდე რო იტყვიან. არჩევანის გაკეთებაში არავის არ დაეკითხოთ აზრი, მეგობრებო.
ტყუილი, სრულ მეგობრები, ტყუილები, ხო, მეგობრებს, ვინმეს, ნათესავებს არ დაეკითხოთ არჩევანის გაკეთებაში. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, თქვენივე გონებით, თქვენივე გულის კარნახით. მეგობრებო. ესეც იცოდეთ, არავის არ შეეკითხოთ თქვენი აზრი. კიდევ. რა სიახლეები? ყველაფერი შეგიძლიათ. თქვენ ყველაფერი გამოგივათ და ყველაფერი შეგიძლიათ. მე მაჩვენებს კარტი, რომ თქვენ ძალიან სწორ არჩევანს გააკეთებთ. არ ვიცი რაც არ უნდა იყოს, ეს შეიძლება იყოს პარტნიორზეც, შეიძლება იყოს სამსახურზე, არ ვიცი ვის რა და ვის რა გაქვთ მეგობრებო. ვის რა გაქვთ, მე არ ვიცი, თქვენ სიტუაციას მოერგეთ. არა, 1-10-15 წუთია რაც დავიწყე ლაივი. ხო. ამიტომ თქვენ ყველაფერი გამოგივათ, ამის ძალაც გაქვთ და ამის შესაძლებლობაც. კი. რა სიახლეები შემოდის? რა სიახლეები შემოდის მეგობრებო და ის შემოდის რომ ის ურთიერთობა რაც თუ კი ვინმეს ურთიერთობაზე აქვს საუბარი და მხედველობა გადატანილი ეს არის არაჯანსაღი ურთიერთობა უბრალოდ რასაც ვხედავ მე ვხედავ არის ის რომ ბალანსში მოხვალთ და მოხვალთ სტაბილურობაში აუცილებლად დაბალანსდებით რაც მთავარია ეს ამაზე არის ნერვიულოთ მთავარია ბალანსში მოიყვანოთ საკუთარი თავი კიდევ შანსის არ გამოყენებაზე საუბრობს. მე ვხედავ იმას, რომ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოთ საკუთარ თავთან. არ ვიცი, რამდენად სიახლეა ეს თქვენთვის, მაგრამ თქვენ ძალიან კარგად ხვდებით, რომ საკუთარ თავთან ძალიან ბევრი სამუშაო გაქვთ, მეგობრებო. სამუშაო გაქვთ იმაზე, რომ ესე იგი თქვენს ოცნებებზე თქვენ თვითონვე უნდა იმუშაოთ. არავის არ უნდა დაელოდოთ არაფერში. ალბათ ხვდებით, რასაც გულისხმობ. კი ბატონო, ეს ერთი. მე მეორე, მე რასაც ვხედავ აქ არის ის, რომ ყავთ ირგვლივ ისეთი ადამიანი ერთი მაინც, რომელიც ძალიან შურის თვალით გიყურებთ და სავარაუდოდ ამ ადამიანთან გაწყვიტავთ თქვენ ურთიერთობას, ეს თქვენთვის არის სიახლე. აი ბატონო, ძალიან მომწონს ეს ამბავი მე. იმიტომ რომ ეს ადამიანი არასასურველი განწყობით და ხასიათით გიყურებთ. ეს შეიძლება იყოს თქვენი დაქალი. აი ესე ბჭყალებში, რო უძახით დაქალს. დაქალები რო ვიცით. აი ის. ვიღაც ადამიანი, რომელიც თქვენ შურის თვალით გიყურებთ, ბოღმის თვალით, არასასურველი განწყობით გიყურებთ, ხვარძლიანად გიყურებთ. გატყუებთ ეს ქალბატონი. კი ბატონო, ეს ადამიანი ჩამოგშორდება. თქვენ ამ ადამიანთან ურთიერთობას გაწყვიტავთ. ხო. გაწყვიტავთ როგორ ზოგს რა დაემართება და ზოგს რა. მე ღმერთმა დაგვიფაროს, არავის ცუდს არ ვუსურვებ, მაგრამ თქვენ გაწყვიტავთ ურთიერთობას. ეს ადამიანი რაღაცნაირად ჩამოგშორდებათ, ჩამოგაშორებთ სამყარო რო იტყვიან. ეს არის სიახლე. ეს ადამიანი თუ კი ვინმეს ხელს გიშლიდათ, ან პარტნიორობაში, ან საყვარელ ადამიანთან, ან მეგობართან, თუ კი ხელი გეშლებოდათ, თქვენ შორის იდგა მესამე, ეს მესამე ადამიანი მოგშორდებათ, მეგობრებო. ეს შეიძლება იყოს მშობლებიც და ეს შეიძლება იყოს დედმამიშვილიც და ხო, კიდევ და სხვა დანარჩენი ძალიან ბევრი. კიდევ, რა სიახლეები შემოდის? რა სიახლეები შემოდის? რა სიახლეები შემოდის მეგობრებო და ფანტაზიებიდან და ილუზიებიდან გამოდიხართ, ტყუილი ურთიერთობიდან გამოდიხართ, ტყუილებიდან გამოდიხართ მოკლედ. თქვენი ეჭვიანობა სრულდება. თქვენი ეჭვიანობა სრულდება. თქვენ ცხოვრებაში შემოდის ისეთი ადამიანი, ვისთანაც არ ეჭვიანებთ. მეგობრებო. სტაბილური ადამიანი და ეს არის ვისთანაც აღარ ეჭვიანებთ. კიდევ, ეს ხართ თქვენ. მე არ ვიცი, რა გითხრათ, უბრალოდ გეუბნებით იმას, რომ სტაბილურობაში შედიხართ. თქვენ ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, რომელთანაც იქნებით სტაბილურად.
მეგობრობიდან დაიწყება, მეგობრობით დაიწყება თქვენი ურთიერთობა და იქნებით სტაბილურად. კიდევ ხა ამ ადამიანთან არა აწყოთ ურთიერთობა. ეხლა მაჩვენებს კარტი, რომ ამ ადამიანთან უბრალოდ იქნებით ძალიან კარგი მეგობრები, მაგრამ მეგობრები როგორ მეგობრებო? რაიმე ისეთი სერიოზული ამასთან არ დაგეგმოთ წინასწარ. უცებ არაფერი არ დაგეგმოთ. მიიყევით გზას, მიყევით უბრალოდ დინებას, იყავით მეგობრები და ამის იქეთ თქვენ წინასწარ არაფერი არ დაგეგმოთ. მოვა დრო, დადგება დრო, როდესაც გაიგებთ მე რასაც ვამბობ. სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით მეგობრებო. არ ვიცი ამას რატომ მეუბნება კარტი, მაგრამ უნდა გითხრათ. ხო, სამყარომ გადაწყვიტა ასე. რომ თქვენ ჯერ გჭირდებათ მეგობრობა, თქვენ გჭირდებათ ამ სიტუაციიდან გამოსვლა, თქვენ გჭირდებათ ისეთი ადამიანი გვერდით, თუნდაც მეგობარი, რომელიც გამოგიყვანთ ამ სტაგნაციიდან, დაგანახებთ იმ მეგობრობას თუ როგორია. ხო, კიდევ რაო? არ ვიცი, ძალიან უცნაურად საუბრობს დღეს კარტი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღევანდელი ჩვენი ეს თემა ხო, ნახეთ ეხლა. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ხო, რაც ვთქვი, ზუსტად ისეა. ეს ადამიანი შემოვა მეგობრობისთვის, რომ თქვენ უბრალოდ ცოტა გადაგიყვანოთ სხვა ფორმაში, გადაგიყვანოთ აი იმ რაღაც, გამოგიყვანოთ იმ სიტუაციიდან, რაშიც ხართ, დაგეხმაროთ, ეს იქნება მხოლოდ მეგობარი, სამყაროდან გამოგზავნილი მეგობარი. ამ ადამიანთან თქვენ არაფერი არ დაგეგმოთ წინასწარ, არ გადააწყვიტოთ, ვუი, მე ისე კარგად ვარ, ესაა ჩემი ბედი. არა, მეგობრებო. არა. ეს ასე არ იქნება. ეს ასე არ იქნება. უბრალოდ ეს იქნება თქვენი მეგობარი, რომელიც დაგეხმარებათ ამა თუ იმ რაღაც საქმიანობაში, საკითხებში. თქვენი ადამიანი მოვა მერე. ხო, აი, მეგობრებო. თქვენი ადამიანი ამ ადამიანის შემდეგ მოვა. მოვა მაშინ, იცის, როდის უნდა მოვიდეს სამყარო. თქვენ ეხლა რაც გჭირდებათ, აი ამ დეპრესიული ფონიდან, ამ სიტუაციიდან, ამ გაურკვევლობიდან, უბრალოდ გჭირდებათ გამოსვლა, გამოსავალი, უნდა გამოხვიდეთ ამიდან, თქვენით ვერ გამოდიხართ, ამიტომ სამყარო გიგზავნით ისეთ ადამიანს, რომელიც გამოგიყვანთ ამ მდგომარეობიდან, მეგობრებო. აი რა ვთქვა, არ ვიცი, მაგრამ მე რასაც ვხედავ, აქ არის ეგი. ამის შემდეგ თქვენ რომ ცოტა დაბალანსდებით, თქვენ რომ ცოტა გონზე მოხვალთ და მიხვდებით თავისუფლებას, როგორია თავისუფლება, ხო? აი მერე მოვა თქვენთან ადამიანი. მაპატიეთ, ეხა შეიძლება ბევრს ძალიან გინდოდათ და გეჩქარებოდათ, მაგრამ ეს სამყაროს გადაწყვეტილებაა, მეგობრებო. ხო. ამას მე არ ვწყვიტავ. მეგობრებო, ბოლო კარტები. მერე მოვა თქვენი ადამიანი. შეიძლება ამ ადამიანთან შეიცვალოს მერე სიტუაცია არც ესაა გამორიცხული, მაგრამ კარტი გაფრთხილებთ. ამ ადამიანთან სიყვარულობანა არ იჩქაროთ. თქვენით არაფერი გაიფიქროთ გულში და არ დაგეგმოთ ცხოვრების გაგრძელება ამ ადამიანთან. ამიტომ გეუბნებით, რომ იქნებ ეს ადამიანი თქვენთან კიდევაც შემოსულია უკვე, ან ჰათუხა შემოვა, ამიტომ ამ ადამიანთან არ დაგეგმოთ არაფერი წინასწარ, იყავით უბრალოდ მეგობრები. ხო, სხვა არაფერი მეგობრებო.
დღეს უცნაურად საუბრობს კარტი, მაგრამ რაც უნდა მეთქვა, ეს იყო. არ ვიცი, მაგრამ ალბათ ასე იყო საჭირო მეგობრებო. ჩემთვისაც ცოტა უცნაურია, მაგრამ რა გავაკეთო? ხო, ფინანსები გექნებათ. რაც მთავარია, ფინანსები გექნებათ. მოდი ახლა ვკითხოთ კარტს. უბრალოდ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? მაინც და მაინც. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? რა უნდა გავითვალისწინოთ? აი რა რჩევას მოგცემთ კარტი? ფინანსებს მოუფრთხილდით. კარტი ამბობს, რომ ფინანსებს მოუფრთხილდით. არ იკამათოთ, კონფლიქტში არავისთან არ შეხვიდეთ, მეგობრებო. შეეცადეთ, რომ არ შეხვიდეთ. ოჯახის წევრებთან არ იკონფლიქტოთ, არ იკამათოთ, გაუგებრობაში არ შეხვიდეთ. რა უნდა გაითვალისწინოთ? აი ეს ადამიანი ჩამოგშორდებათ. ეს ადამიანია ზუსტად რაც გიბრკოლებთ ცხოვრებას. აი ამას მოიშორებთ, რაც მთავარია. ამ ქალბატონს მოიშორებთ. მე არ ვიცი ვინაა იგი, მაგრამ ამას აუცილებლად მოიშორებთ. ეს არის ტყუილები, ეს ადამიანი, რასაც გატყუებთ, ან გაჩვენებთ, მოჩვენებითი ადამიანი, რომელსაც თქვენი ძალიან კარგად შურს, რომელიც გამყოფებთ დაბრკოლებებში, ეს ადამიანი გიბრკოლებთ ყველაფერს, თქვენს ცხოვრებას და მომავალს. ამიტომ მეგობრებო, მე არ ვიცი ვინაა ეს, მაგრამ უნდა ჩამოიშოროთ ეს ადამიანი. აბატონო, ნახეთ, ტყუილებში გამყოფებთ. ტყუილებში გადაწყვეტილება მიიღეთ და მოიშოროთ ეს ადამიანი და აი ნახეთ, მე დაისვენებთ. მე არ ვიცი ვინა, ვისთან ვინ არის ეს, მაგრამ არის. არის მეგობრებო. ადამიანი, რომელიც ენერგეტიკულად ძალას გაცლით, ეს აუცილებლად უნდა მოიშოროთ. ეს ადამიანი უნდა მოიშოროთ. აი ეს და მე დაისვენებთ. ეს აუცილებლად უნდა ჩამოგშორდეთ თქვენ. სხვანაირად წინ ვერ წახვალთ მეგობრებო. არ ვიცი, მაგრამ ასეა. არ ვიცი, მაგრამ ესეა. დღეს ცოტა უცნაურად საუბრობს დასტა. ძალიან უცნაურად საუბრობს დასტა. მოდი მაინც ერთი შეკითხვა დაუსვა მინდა კარტს. როგორი შაბათკვირა გელოდებათ? აი დღეს და ხვალ. როგორი იქნება ეს ორი დღე თქვენთვის? მეგობრებო. მეგობრებო. როგორი იქნება შაბათკვირის არზადეგები თქვენთვის? ეს ორი დღე როგორი იქნება თქვენთვის, მეგობრებო? ეს ამოვიდა წეგან ჩავაბრუნე. მოусვენრობა გექნებათ. ყველაფერი შეგიძლია და ყველაფერი თქვენს ხელშია. მეგობრებო, ვიღაცას გჭირდებათ გამოძინება. აუცილებლად უნდა გამოიძინოთ. ეს არის უძილობის კარტი. ეს არის გამგზავრების კარტი. ეს არის ის გზა, რომელიც რთულია თუნდაც თქვენთვის. შეიძლება რაღაც იყოს ისეთი, რომ აი ყველაფერი შეგიძლიათ, ყველანაირი პრობლემის გადალახვა შეგიძლიათ. ამაზე არ უნდა ინერვიულოთ. საკუთარი თავის გჯეროდეთ უბრალოდ. უნდა გჯეროდეთ საკუთარი თავის. მეტი არაფერი. ეს შაბათკვირა გექნებათ რაღაცის გადაჭრის, დაბოლოების, რაღაც საკითხის მოგვარების, ამიტომ არ ინერვიულოთ, თქვენ ყველაფერი გამოგივათ. ამას ამბობს კარტი. ძალიანაც კარგი. შეიძლება ბევრი ვიღაცამ გზავრობდეს, გადაადგილდებოდეს, მაგრამ მორიელი მაგალითად სულ გზავრობს. გზავრობისა, გადაადგილების კარტია, ღამეუძილობის კარტია. კი ბატონო. ნუ ვისთან რა და ვისთან რა მეგობრებო. მოკლედ. რას გვეტყვის? ასტრაბარათები, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ?
რა სიახლეებს უნდა ველოდოთ? ოხ. რას უნდა ველოდოთ? თქვენი ცხოვრება თქვენს ხელშია, მეგობრებო. აი, რას უნდა ველოდოთ? უყურეთ ახლა რა ხდება აქ. ესაა მორგანას კარტი. ადამიანი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია. ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს და აკეთებს იმისთვის, რომ თავისი ცხოვრება შეცვალოს. ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ეს. და ეს აკეთებს თან ისე, რომ არავის არაფერს არ უშავებს. ეს. ეს კიდევ ვიცით. ეს კიდევ ვიცით. არის ის, რომ აქ ხატია. მეგობრებო. აქ ხატია. ნუმეროლოგია. ხელზე მკითხაობა. ტაროები. აი ტაროები. და ტაროს აჩვენებს აგერ აჩვენებს ტაროს ადამიანი. აი როგორ მინდა რომ გამოჩნდეს. ხედავთ ხო? ხედავთ, ხო? ანუ აქ რომ ხართ, მეგობრებო, აქ მხოლოდ მოსასმენად არ ვართ. ჩვენი ცხოვრება ცოტა თუ არ შევცვალეთ, არ გამოგვივა მხოლოდ ყურება და მოსმენა. მე ვერ გეტყვი როგორია შენი პირადი მომავალი ცხოვრება და როგორი იქნება. რუსუდან. მაპატიე, მაგრამ მე აქ კითხვებზე პასუხს არ ვიძლევი. ხო. როგორადაც შევცვლით ჩვენ ცხოვრებას, ისეთი იქნება, მეგობრებო. უნდა შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება. ჩვენ თუ არ შევცვლით, როგორშიც ვართ, ისეთი იქნება ყოველთვის. არ დაიბნეთ, ესა დაბნეულობის კარტი. მიხვდებით ხა რაც ხატი აქ რატოა დაბნეულობის. აგერ აქ რვეული და საწერი და კალამი ეგერ აქ გაწეული. არ დაიბნეთ, არ უნდა დაიბნეთ. ნუ დაიბნევით. ხა. ნუ დაიბნევით. გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. მაპატიეთ. და უყურეთ ახლა რას გეუბნებათ კარტი. ძალიან ბევრი შესაძლებლობები მოგეცემათ და ზოგადად გეძლევათ. უბრალოდ ეს წეღანაც იყო. დაიჭიროთ უნდა შესაძლებლობა. შანსი არ უნდა გაუშვათ ხელიდან. ძალიან ბევრ შანსს გაძლევთ სამყარო მეგობრებო, რო დაუკვირდეთ ასია კი. უბრალოდ სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადამიანებით, სხვადასხვა სიტუაციით, საქმიანობით, შესაძლებლობებით. ხო და ხვდებით ახლა რასაც ვამბობ. უყურეთ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ძალიან ბევრი რიცხობრივად შესაძლებლობებია. მერე ვარიანტები ABCD, აი უამრავი შესაძლებლობა გვეძლევა. უბრალოდ ჩვენ ვერ ვხედავთ ამ ყველაფერს თუ რა ხდება, არ ვიცი. ვერ ხვდებით მეგობრებო. ზოგჯერ ვერ ვხედავთ ამ ყველაფერს, ვერ ვხედავთ. შანს უშვებთ ხელიდან. ამის თქმა მინდა. ხო. გამოსავალი უნდა იპოვოთ თქვენ თვითონ, ჩემო კარგო. ესე რთულია საჯაროდ ამ ყველაფრის თქმა. ყველაფერს აქვს გამოსავალი. ცოცხალ ადამიანს ყველას აქვს გამოსავალი. ესეც ერთ-ერთი მანიპულაციური მოქმედებაა ფსიქოლოგიური. მე თუ მკითხავთ, user. ჩემი პასუხია ესეთი, მოუკვდებიო. არავინ არავის გამო არ მოკვდება. ხო, ესეც ერთ-ერთი მანიპულაციაა მეგობრებო. იცოდეთ. კი, მაპატიეთ, მაგრამ ხო, ნუ არ ვიცი. იყო დრო მეც მეშინოდა ესეთი ნაბიჯების გადადგმის, მაგრამ ნუ რას უკაცრავად. ხო, ასე რომ ჩემო ძვირფასებო შანსებს ძალიან ბევრ შანსს უშვებთ ხელიდან.
ძალიან ბევრი შანსი და შესაძლებლობას გაძლევთ სამყარო და ალბათ ვერ ხედავთ, ვერ ამჩნევთ თუ რა არის, არ ვიცი, მაგრამ მე რასაც ვსაუბრობ, თქვენ მიხვდებით. თქვენ აუცილებლად მიხვდებით. მე არ გამომივიდა საბუთებთან დაკავშირებით ერთი რაღაცა, გადავედი მეორეზე. არც ის გამომივიდა, გადავედი მესამეზე. დავდიოდი ყოველთვის 4 შაბათობით. არ გამომადგა 4 შაბათი დღე. ეხლა დღე უნდა შევცვალო, სხვა დღეს უნდა წავიდე. ანუ გამოცვალეთ, შეცვალეთ, მეგობრებო. გამოიცვალეთ პოზიცია, სხვანაირად მიუდექით ამ ყველაფერს. უნდა ეცადოთ. მრავალნაირად, სხვადასხვა გზით. ერთმა ადამიანმა თუ ვერ გამიკეთა, მეორემ გამიკეთა. ეს თუ ვერ გაგიკეთებს, ის გაგიკეთებთ. ეძებოთ უნდა მეგობრებო, გამოსავალი უნდა ეძებოთ. თქვენივე შესაძლებლობებით, თქვენი ხელითვე უნდა გააკეთოთ ეს ყველაფერი. სხვა არ მოვა და არ გეტყვით. ხო. აი ასე. და კიდევ, რას გვეტყვის? სიახლეები აუცილებლად გექნებათ, შესაძლებლობები გეძლევათ, უბრალოდ მეგობრებო, დაინახოთ უნდა სამყარო რას გიგზავნით, ვის გიგზავნით, დაუკვირდეთ უნდა, დაუფიქრდეთ უნდა. თქვენ ეხლა სხვაზე გაბრაზებული თუ ხართ და გულნაწყენი და მეც ხელს მკრავთ, ესე მე თქვენთან გამოვჩნდი ვთქვათ, დასახმარებლად თქვენი გვერდით ყოფნისთვის გამომგზავნა, მაგალითად შეგვახვედრა ერთმანეთს სამყარომ და თქვენ მეც არ მიმიღებთ? აი მანდ ვარ ზუსტად. ვერ ხედავთ შესაძლებლობებს, ვერ ხედავთ სამყაროდან გამოგზავნილ ადამიანებს თუ რაღაც შესაძლებლობებს, ვერ ხედავთ მეგობრებო თუ ვერ ამჩნევთ, არ ვიცი და კარგავთ ამ ყველაფერს. ამას ამბობს კარტი. ბევრი გეძლევათ და ვერ ამჩნევთ. კიდევ რაო? ხო, აი, ესეც არის ცნობის მოყვარეობა. ხო, ცნობის მოყვარეობა. და ტაროლოგიაში ეძებთ გამოსავალს მეგობრებო. კი ბატონო, ესეც ერთ-ერთი საშუალებაა, მაგრამ ტაროლოგიაც გეუბნებათ, რომ გეძლევათ საშუალება და თქვენ ეს უნდა დაინახოთ. თქვენ უნდა დაინახოთ ეს. წესით თქვენ უნდა ხედავდეთ ამ ყველაფერს მეგობრებო. უნდა ხედავდეთ თქვენ ცხოვრებაში ვინ შემოდის ადამიანები. ხელი არ კრათ, ხალხო. გაიცანით და მეგობრდით. მაინდა-მაინც პარტნიორული თვალსაზრისით ნუ შეხედავთ ყველას ვინ შემოდის მეგობრებო. არ შეიძლება ასე. ესე არ შეიძლება. უი შემოვა ვიღაცა, უი ჩემი ბედია. რას ლაპარაკობ? ვინ გითხრა რომ შენი ბედია? მეგობარი არ გჭირდება? ამხანაგი არ გჭირდება? ესე არ შეიძლება. პარტნიორული თვალით ნუ შეხედავთ ყველას. ხო. ბალანსი. საკუთარი თავი უნდა დააბალანსოთ ამ ყველაფრით. ჯერ მეგობრებო, დაბალანსდით, გამოსავალს და გზას აუცილებლად დაინახავთ მერე. აუცილებლად დაინახავთ შესაძლებლობებით. თქვენ ჯერ შინაგანად ესე დუღხართ. ჩუხჩუხებთ. მოდი ასე ვიტყვი. ბალანსი არ გაქვთ მეგობრებო. შინაგანად ხართ ძალიან აფორიაქებულები, აღელვებულები. ვერანაირ ვერაფერს ვერ დაინახავთ თქვენ. ვინც ასე ხართ. გამოსავალს ვერ დაინახავთ, სანამ ბალანსში არ მოხვალთ. აი, როდესაც ბალანსში მოხვალთ, ყველაფერს ძალიან კარგად შეამჩნევთ და ძალიან კარგად დაინახავთ მეგობრებო. ხო. აი ესეა. მაგრამ ის რომ თქვენ ეხლა ვინ შემოდის თქვენ ცხოვრებაში ყველას პარტნიორული თვალით შეხედო და უიმე მე ეს ავშენდი. უი ჩემი ადამიანი, აჰა, არა მეგობრებო, ესე არ ხდება. ესე არ ხდება. ჯერ დამშვიდდით, დაწყნარდით, დაბალანსდით. ძალიან აფორიაქებულები ხართ. ასე არ შეიძლება. და მერე შეხედეთ ამ ყველაფერს.
ასე რომ ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი, სიახლეები იწყება ჩვენით. ჯერ იწყება ჩვენით. ჩვენ თუ არ შევცვლით ჯერ ჩვენს თავს, მეგობრებო, მე ესეთი დასკვნა გამომაქვს ჩვენი დღევანდელი ლაივიდან, იმიტომ რომ ძალიან არეულები ვართ, ძალიან აფორიაქებულები ვართ. ბევრი შემთხვევაში ესეა და სანამ არ დავბალანსდებით, იცით რისი თქმა მინდა? ყველაფრის პასუხი თქვენშია, მეგობრებო. თქვენ ხართ ისეთი ადამიანები, რომ მე ვიცი, რომ თქვენ არავის არაფერს არ დაუშავებთ. ეს ადამიანი არავის არაფერს არ უშავებს. თავისთვის ზის, სვამს, მღერის, ცეკვავს, უკრავს, ნუ რასაც უნდა იმას აკეთებს თავისთვის წყნარად და აი აგერ კი არა და თევზიც უსმენს და აი იმდენად სიამოვნებს ამ ადამიანის აქ ჯდომა ამას დაჟე იქეთ ჩუქნის კიდე რაღაცებს ხედავთ ხო აი რაღაცებს უგდებს ხო და ამიტომ მეგობრებო მე ვიცი რომ თქვენ ძალიან ისეთი ადამიანები მიყურებთ მე მაგრამ აი საქმე რაშია იცით მხოლოდ ეს არაა საკმარისი თქვენთვის იჯდეთ ასე და თქვენივე ცხოვრება თქვენ თუ არ შეცვალეთ თქვენ შეგიძლიათ ეს უბრალოდ ესაა საქმე თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ და ყველაფერი გამოგივათ ყველა კითხვის პასუხი თქვენშია აბა დაუკვირდით თუ არა მეგობრებო ყველა კითხვაზე პასუხი თქვენ იცით მე დარწმუნებული ვარ რომ იცით ხო უბრალოდ თქვენი მინუსი ახლა არის ის რომ ბალანსი არ გაქვთ შინაგანი ბალანსი არ გაქვთ ძალიან აფორიაქებულები ხართ შფოთვები გაქვთ დამშვიდდით უნდა დამშვიდდეთ დაბალანსდეთ მეტი არაფერი ძალიან კარგად გამოჩნდება გზაც მერე და გონება ძალიან გაგინათდებათ მაპატიეთ ხო ამის თქმისთვის გონებრივად ძალიან დაღლილები ხართ მეგობრებო ბევრ რამეზე ფიქრობთ რაც არა საფიქრალი იმაზეც ფიქრობთ ესე არ შეიძლება ხო თორე სამყარო იმდენ შესაძლებლობებს გაძლევთ იმდენ საშუალებას გაძლევთ იმდენი რაღაცის შესაძლებლობა გაქვთ მაგრამ თქვენ ვერცერთს ვერ ხედავთ სანამ არ დამშვიდდებით ამას სანამ არ დამშვიდდებით მეგობრებო ამას ვერ დაინახავთ გზა ხსნილი გაქვთ აგერა გზა ღია მეგობრებო გზა ღია შეგიძლია გახვიდეთ აქედან მაგრამ ვერ ხედავთ ამას ხო მე არ ვიცი ერთადერთი რაც გჭირდებათ არის სიმშვიდე ბალანსი ესაა თქვენი პირველი რაც უნდა გააკეთოთ ბალანსი ბალანსი როდესაც მოხვალთ ყველაფერი დაგილაგდებათ ხო ეს ბოლო კარტი ასე რომ ჩემო ძვირფასებო ესეთ იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი არ უნდა იყოს ცუდი ასეა თუ ისეა უბრალოდ ზოგჯერ არის რომ ვერ ვხედავთ ვერაფერს მეც მქონია ესეთი სიტუაცია გამოსავალი ვერ დამინახია იმდენად ანერვიულებული ვარ და ზოგჯერ ვყვები თქვათ ემოციას და ვერ ვამჩნევ ეგერ უკან კარგავ შესაძლებლობებს და გზებს და ვერ ვხედავ ამიტომ ეხლა გაქვთ ეს სიტუაცია თქვენც ასევე ანა მარია გაიხარეთ ამიტომ ჩემო ძვირფასებო ერთადერთი რაც უნდა გააკეთოთ დამშვიდდით მეტი არაფერი დამშვიდდით ხო დანარჩენი ყველაფერი იქნება კარგად როდესაც დამშვიდდებულები ხართ აი იქ კარტმად გაფრთხილებაც მოგცათ ცხელ გულზე აღელვებულ აფორიაქებულ გულზე არაფერი გადაწყვიტოთ იყო ესეც კი ესეც იყო გულდასმით მოусმინეთ როდესაც ავტვირთავ ლაივს აუცილებლად გულდასმით მოусმინეთ ყველა თითოეულ თქვენთვის ნათქვამ დახასიათებას იქ ამოდის ძალიან ბევრი მინიშნებები მეგობრებო ეს ამ ყველაფერს თუ გაითვალისწინებთ ყველაფერი ძალიან კარგად გექნებათ ერთადერთი კიდევ რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის რომ არაფერზე არ ინერვიულოთ უნდა ისწავლოთ მართვა საკუთარი ემოციების სანამ ამას ვერ ისწავლით მეგობრებო ძალიან რთულია უცებ რომ აფეთქდებით
ემოცია თუ არ მართეთ, იმ აფეთქების პერიოდში კარგავთ საუკეთესო შესაძლებლობებს და ასე არ შეიძლება. მეტი არაფერი პრობლემა არ გვაქვს. ესაა ჩვენი მთავარი პრობლემა. ცხელ გულზე არაფერი არ გადავწყვიტოთ. დამშვიდდით, დაწყნარდით, ცივი წყალი დალიეთ ოღონდ მართლა, გულით გეუბნებით, 2 ყლუპი წყალი მოსვით მეგობრებო და აი გაჩერდით უბრალოდ. იქვე გაჩერდით, სადაც დგახართ. დაჯექით, ჩამოჯექით, დამშვიდდით, ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ 2-3 ჯერ და მერე იმსჯელეთ ამ ყველაფერზე. Queen, მოგესალმები. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთ იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. როგორიც იყო. ერთის მხრივ ყოველთვის არის რაღაც სასიამოვნო მოსასმენი, ამიტომ ბედნიერ დღეს გისურვებთ, უფალი გფარავდეთ. გამოიყენეთ შაბათკვირები მაქსიმალურად. შეგიძლიათ მეც მითხრათ რამეო. დავამთავრე უკვე, დავასრულე დღევანდელი დღე, ჩემო ძვირფასებო, მაპატიეთ. ვისაც გინდათ და სურვილი გაქვთ პირად გაშლებზე შეგიძლიათ მომმართოთ. დავგეგმოთ, რა ვიცი, პირადი გაშლები არის ფასიანი, შეძლების და გვარად, ასე რომ არ ვიცი თქვენი გადასაწყვეტია, ასე რომ წავედი მე და ბედნიერი დღე თქვენ, ჩემო მეგობრებო, უფალი გფარავდეთ და არ ინერვიულოთ. ამათ არ ღირს არავინ და არაფერი. ასე რომ აბა დროებით.